კაცმა, რომელიც 12 წელი პარალიზებული იყო, ფიქრის ძალით გაიარა. 40 წლის გერწიან ოკამმა ქვედა კიდურების კონტროლი 2011 წელს ველოსიპედით ავარიის შემდეგ დაკარგა. პირველი ნაბიჯები მან ციფრული ხიდის დახმარებით გადადგა. 12 წლის წინ ავარიაში მოვყევი და ზურგის ტვინის დაზიანება მივიღე. რის გამოც ფეხების განძრევა აღარ შემეძლო, თუმცა ტექნოლოგიის გამოყენებიდან სულ რაღაც 5-10 წუთში უკვე შევძელით ეთზოების კონტროლი. ტვინის იმპლანტმა ზუსტად აღიქვა ის, რასაც ვაკეთებდი. ოკამის თავის ქალაში მოძრაობაზე პასუხისმგებელ არეში 2 ელექტროდი ჩაინერგა. ისინი კითხულობენ ნეირონულ აქტივობას, როდესაც პაციენტი სიარულზე ფიქრობს. ტვინის სიგნალები გადაეცემა პორტატულ კომპიუტერს, რომელიც პაციენტს ზურგ-ჩანთით დააქვს. სპეციალური ალგორითმი ამ სიგნალებს რეალურ დროში შიფრავს და მოძრაობის ბრძანებებად გარდაქმნის. გაშიფრული ბრძანება გადაეცემა ზურგის ტვინში ჩანერგილ სტიმულატორს, რომელიც უშუალოდ ფეხის კუნთებს აქტიურებს. როდესაც ყველაფერი დამონტაჟდება, პაციენტმა ჯერ უნდა ისწავლოს საკუთარი ტვინის სიგნალებთან მუშაობა. ჩვენ კი უნდა ვისწავლოთ, როგორ დავაკავშიროთ ტვინის ეს სიგნალები ზურგის ტვინის სტიმულაციასთან. თუმცა ეს საკმაოდ ხანმოკლე პროცესია. რამდენიმე სეანსში ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება და პაციენტი სწრაფად იწყებს ვარჯიშს. ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ ოკამმა შეძლო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა აპარატის გამორთვის შემდეგაც კი ყავარჯნების დახმარებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ციფრულმა სტიმულაციამ ხელი შეუწყო ნერვული ბოჭკოების ნაწილობრივ აღდგენას და ახალი კავშირების ჩამოყალიბებას. ტიტანიკის კატასტროფიდან 114 წლის შემდეგ გადარჩენილი მგზავრის სამაშველო ჟილეტი 370,000 გრინვა სტერლინგად გაიყიდა. შეხედეთ, აქ წარწერა მეიბლ ფრანკატელი, ეს სწორედ ის პირველი კლასის მგზავრია, რომელსაც ეს სამაშველო ჟილეტი ეცვა. აი ის აქაც ჩანს. ლორა მეიბლ ფრანკატელი ცნობილი ბრიტანელი დიზაინერის ლუსილ და გორდონის პირადი მდივანი იყო. 1912 წლის 14 აპრილს, როდესაც ლაინერი აისბერგს შეეჯახა, ფრანკატელი ერთ-ერთი იყო იმ 700 იღბლიანი მგზავრიდან, ვინც გადარჩენა შეძლო. ის პირველ სამაშველო ნავში მოხვდა. პირველი სამაშველო ნავი ცოტა არ იყოს კონტრავერსიული იყო, მას ფულიანების ნავს ეძახდნენ. ამ ნავით მხოლოდ 12 ადამიანმა დააღწია თავი დაყუპვას, მაშინ როცა მისი ტევადობა 40 კაცი იყო. ეს არის ტიტანიკის სამაშველო ნავის ერთადერთი ფრაგმენტი, რომელიც დღემდე არსებობს. მასთან ახლავს ნავის ორიგინალი ფირფიტა და თოკიც. ტილოს სამაშველო ჟილეტის საწყისი ფასი 250,000-დან 350,000 ფუნტამდე მერყეობდა, თუმცა საბოლოო ფასმა მოლოდინს გადააჭარბა. კომპანია Amazon-მა გაერთიანებულ სამეფოში ამანათების დრონებით მიწოდების სერვისი ოფიციალურად აამოქმედა. პირველი მომხმარებლები, ვისთანაც შეკვეთები ჰაერიდან მიდის, დარლინგტონის მცხოვრებლები არიან. მიწოდება ხორციელდება Amazon-ის სადისტრიბუციო ცენტრიდან 12 კილომეტრის რადიუსში. ყველაფრის გამოძახება შესაძლებელი არ არის, რადგან დრონში დიდ შეფუთვებს ვერ მოათავსებ, მაგრამ ყველა მომცრო საგანი შეგიძლია გამოიძახო. Amazon-ს ამისთვის 10 წელზე მეტი დასჭირდა, თუმცა კომპანია დარწმუნებულია, რომ ულტრასტრაფი მიწოდება ლოჯისტიკის მომავალია და სერვისის გაფართოებას გეგმავს. მიზეზი, რის გამოც დრონებით ოპერირება დავიწყეთ, არის სისწრაფე. ახლა ამ რეგიონში აქვთ ევროპაში ყველაზე სწრაფი მიწოდების სისტემა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა კივები ახალი ზელანდიის პარლამენტის განსაკუთრებული სტუმრები არიან. კივი ახალი ზელანდიის ეროვნული სიმბოლოა, თუმცა მისი რეალური მდგომარეობა საგანგაშოა. მიჩნეულია, რომ ადამიანების გამოჩენამდე კუნძულზე 12 მილიონი კივი ბინადრობდა. დღეს კი მათი რაოდენობა მხოლოდ 70,000-მდეა შემცირებული და პოპულაცია ყოველწლიურად 2%-ით იკლებს. კივი დედაქალაქიდან საუკუნეზე მეტი ხნის წინ გაქრა. ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით გადაშენების პირას მყოფი ფრინველი უკვე შინ დაბრუნდა. ეს არის მისია, რომ აღვადგინოთ ჩვენი სიმბოლო, ჩვენი საგანძური. ეს პროექტი თითქმის 10 წლისაა. კივი ამ ბორცვებზე დაახლოებით 150 წლის განმავლობაში იყო გადაშენებული. ჩვენ ველინგტონელებმა გადავწყვიტეთ, რომ ეს არ იყო მართებული და ისინი იმსახურებდნენ შინ დაბრუნებას, ამიტომაც საქმე შეუდგეთ.